მოგესალმებით, ვინც გვადევნებდით თვალს მიცანით ალბათ. მე არქიტექტორი ანკა ჩოჩია ვარ და დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენი მოგზაურობა სამშენებლო სამყაროში ამ ეპიზოდით სრულდება და რა შეიძლება იყოს უფრო სიმბოლური ფინალისთვის, ვიდრე საუბარი იმაზე, რაც ჩვენ ყველა წინა თემას აგვირგვინებს. ელექტროსადენები და მილგაყვანილობა. ანუ შენობის ერთგვარი სისხლძარღვები და ნერვული სისტემა. ბეტონი მილებს ეხვევა გარს. ვენტილირებადი ფასადი ელექტროსადენებს მალავს. ხიმინჯებშიც მილები გადის. საინტერესო ფილმებითა ან წიგნებით. სხვადასხვა სიუჟეტები ფინალში რომ იკვეთება. იცით კიდევ რატომ მომწონს დღევანდელი თემა? აქამდე თუ ვისაუბრეთ ბეტონზე, როგორც შენობის ძვლებზე, არმატურაზე, როგორც ჩონჩხზე, ვენტილირებად ფასადზე, მის კანზე. და დღეს ვასრულებთ იმით, რაც ამ ყველაფერს აცოცხლებს. დღეს საშუალოდ ერთ საცხოვრებელ ბინაში 200-დან 400 მეტრამდე სადენია გაყვანილი. წარმოიდგინეთ, ეს იგივეა, რაც ფეხბურთის სტადიონის გარშემოწერილობა. უშუალოდ პროექტირებისას საპროექტო ჯგუფი ელექტროსადენების კვეთებს განსაზღვრავს, რადგან სწორად შერჩეული ელექტროსადენების კვეთები სახში თქვენი ტელევიზორების, მაცევრებისა და საოჯახო ტექნიკის სწორად გამოყენებას უზრუნველყოფს. მილგაყვანილობის ისტორია კიდევ უფრო შორს მიდის. რომაელების აკვედუკები იმდენად კარგად იყო გათვლილი, დღევანდელი ინჟინრებიც კი გაუცებულები არიან. თანამედროვეობაში მილების მოწყობა პირაპირ შედუღებით ხდება. ეს კი დაზიანების პროცენტულობას ამცირებს. მილგაყვანილობის მოწყობის შემდეგ, სანამ გამოყენება იქნება შესაძლებელი, მათ მაღალი წნევის აპარატით ამოწმებენ. მოკლედ, როგორც უკვე მიხვდეთ, თანამედროვე მშენებლობაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც ხომ ასე დავიწყეთ, თითო აგურით, თითო ამბით და ამასობაში მთელი სეზონი ავაშენეთ. მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა შენობა კონკრეტული ისტორიის მატარებელია. ესაა ისტორია ადამიანებზე, რომლებმაც ის ააშენეს და ადამიანებზე, რომლებიც მასში ცხოვრობენ. ნებისმიერი შენობა ისეთივე საინტერესოა, როგორც ისტორიები მასში მცხოვრები ადამიანების შესახებ. შეიძლება თქვენი სახლი შემდეგი საინტერესო ამბის დასაწყისი იყოს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით ამ მოგზაურობაში.